გამარჯობა საქართველო, გამარჯობა მდიდარი აბუ-დაბიდან. წლების განმავლობაში ჩვენ ვცხოვრობთ ჭაობში. პატიოსან ხალხს არ აქვს საშუალება რომ მიაღწიოს წარმატებას და მხოლოდ კორუფციის გამო მხოლოდ კორუფციის გამო ხდება მილიონობით ადამიანის წამება. ამიტომ ამის შეცვლა შეგვიძლია ჩვენ ერთად. პირველ რიგში ჩვენ უნდა შევქმნათ ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც იქნება იმდენად სამოტივაციო, რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი შემოგვერთდეს. შეცვლა საქართველოს გააქტიურა ჩვენი მეორე ნაბიჯი, რომელიც იყო განუყოფელი ნაწილი ჩვენი საერთო მიზნების. ფინანსურად ყველა საქართველოს მოქალაქე უნდა დავაყენოთ ფეხზე. ჩვენ გვაქვს რევოლუციური ტექნოლოგია, რომელიც იქნება მომავლის ფულად წოდებული. მე საუკეთესო ადამიანებს შევხვდი, უკვე 20-მდე ადამიანს, რომელმაც დამიდასტურა, რომ მზად არის იმუშაონ ჩვენთან, რომ სწრაფად განვახორციელოთ და უკვე გაუშვათ ჩვენი ქართული ფინანსური ინსტრუმენტი. ეს იქნება ლუქსიუმის სახელწოდებით და ის აჯობებს ისეთ კრიპტოვალუტებს, როგორც არის ბიტკოინი, ეთერიუმი და სხვა. ის იქნება 100% დაცული და პირველი ანტიინფლაციური ვალუტა მსოფლიოში. ეს იქნება რევოლუციური იმიტომ, რომ 1000 წლეულების განმავლობაში ჩვენ გვექნება თანამედროვე ფული, სადაც ნებისმიერ შეიძლება ინვესტიციის განხორციელება და მას ეწოდინება, რომ იმ მომენტში განხორციელებული ინვესტირებული თანხა არასდროს უკან არ წავა და წავა მხოლოდ წინ. ეს არის რევოლუციური ალგორითმი, რომელიც ჩვენ შევქმნით და თითქმის 2 წელი ვიმუშავეთ ამ საკითხზე და ყველაზე მთავარი ეს არის ის, რომ საქართველო იქნება პირველი, ვისაც ექნება ხელშეხება აღნიშნულ ვალუტასთან. რა სახით? ტექნოლოგიურად ამას ქვია airdrop-ის პრინციპი. როდესაც ახალი ტექნოლოგიური კომპანია იქმნება, მას შეუძლია კონკრეტულ რაოდენობაზე ადამიანების უფასოდ დაურიგოს აღნიშნული კრიპტოვალუტა. ეს ხდება მხოლოდ იმისთვის, რომ საწყის მომენტში საჭირო არის საჭირო მეტი მომხმარებელი, ანუ ეგრეთ წოდებული იუზერი ყავდეს პროექტს, რომ უფრო მარტივი იყოს მათ შორის დაფინანსების მიღებაც, პირველი ფაზის დაფინანსების მიღება. ამიტომ საქართველო იქნება პირველი, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ უფასოდ დარიგებული კონკრეტული რაოდენობა ამ რევოლუციური ვალუტის და შემდგომ უკვე ფასის ზრდის მიხედვით შესაბამისი რაოდენობა ექნება, რომ მას შეიძლება გადაცვალოს აღნიშნული ვალუტა, თუნდაც დოლარში, თუნდაც ევროში, თუნდაც ლარში. And it's also fascinating. Right? All right. Okay. What's also fascinating in